საღამო მშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მოგეხსენებათ, რომ დღეს ქართველი მკითხველის სამგზავროზე გამოგვაქვს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველის პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის ორი წიგნი. ეს წიგნებია მართლმადიდებლობის ისტორიული გზა, მისი ცნობილი მონოგრაფია და მეორე ტომი შეიძლება არც დაერქვას ამას, მისი სტატიების, ქადაგებების და შრომების კრებული, ჩვენს მიერ შედგენილი, მისი სხვადასხვა გამოცემებით. მოგესალმებით, მე ფრიდონ საყვარელიძე და ბატონი ოთარ ზოიძე, ამ წიგნების მთარგმნელები, თქვენი და ძალიან ბევრი ადამიანის ხელშეწყობითა და დახმარებით. 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ წიგნის თარგმნაზე მუშაობა და უნდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო ჩვენთვის. მრავალ სიზნელესთან, რომელიც თარგმნასთან არის ხოლმე დაკავშირებული, ერთად მართლაც საოცარი სიხარული მოგვანიჭა მამა ალექსანდრე შრომების თარგმნამ, იმიტომ რომ ამ ადამიანს გააჩნდა საოცარი უნარი, განესხვავებია მეორე ხარისხოვანი და მთავარი, გამოიყო მთავარი, გაეკეთებია ძალიან ღრმა ანალიზი ფაქტების და გარდა ამისა, მისი ნაშრომებიდან მუდმივად ყოველწამიერად იღურება შენში ცოცხალი სიტყვა, ცოცხალი რწმენის შესახებ. ეს ნაშრომები, ამ ნაშრომების გაათარგმნა შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება და უპირველეს ყოვლისა ეს იყო ბატონი რევაზ ვაშაკიძე, რომელსაც უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ. იმიტომ რომ მის გარეშე, როგორც სამართლიანად არის აღნიშნული ამ წიგნის შესავალში, ეს კრებული ვერ შედგებოდა. ეს წიგნები ვერ გამოიცემოდა. და ამ შემთხვევაში მე გულისხმობ არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებას, თუმცა დახმარება აქ ცოტა ისეთი სიტყვა, დახმარებას კი არა, ფინანსურ უზრუნველყოფას ამ წიგნებისა, არამედ იმას, რომ ჩვენ გვევლოს სწორი გზით, რაც იმაში გამოიხატება, რომ სწორედ მისი დახმარებით, ბატონი რევაზ ვაშაკიძის დახმარებით მოვიპოვეთ ჩვენ ლეგიტიმური უფლება ამ თარგმანების გამოცემისა მამა ალექსანდრეს მემკვიდრეებისაგან. ჩვენ ინტერნეტის საშუალებით სადღაც ამერიკაში ვეძებდით ის მემკვიდრეებს, ისინი კი აქვე ყურისძირში პარიზში ყოფილან, ბატონმა რევაზ ვაშაკიძემ დაგვაკავშირა და მამა ალექსანდრეს შვილმა, სერგეი შმემანმა, რომლის შესახებ კიდევ გვექნება საუბარი, მოგცა ექსკლუზიური უფლება 3 წლის განმავლობაში შმემანის ნაშრომების ქართულად თარგმნისა და გამოცემისა. ისთვისაც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ მას. ეს ჩვენი დღევანდელი საღამო არ არის მხოლოდ პრეზენტაცია წიგნებისა. ვინაიდან წელს ეს დამთხევა იყო შეგნებულად არ გაგვიკეთებია, წელს სრულდება 90 წელი, სექტემბერში სრულდება 90 წელი ალექსანდრე შმემანის დაბადებიდან და ასე ვთქვათ, ეს იქნება რაღაცნაირი მოგონება საღამო მამა ალექსანდრეს ხსოვნისა. სანამ წიგნებზე საუბარ შევუდგებოდეთ, მე მინდა რომ მოვისმინოთ მამა ალექსანდრეს ერთი ქადაგება, არის ასეთი აუდიო ჩანაწერი რუსულ ენაზე. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ საზოგადოებას და აუდიტორიას არა აქვს პრობლემა რუსულ ენასთან. ეს ქადაგება, როგორც მოგახსენეთ, ეხება თავისუფლებას, ამ საოცარ ზოგჯერ ბუნდოვან, ზოგჯერ მოუხალთებელ ცნებას, რომელიც ერთდროულად გვესმის როგორც არა მარტო პოლიტიკური, არა მარტო ეთიკური და უპირველეს ყოვლისა რელიგიური ცნება, აი ამის შესახებ საუბრობს მამა ალექსანდრე. ეს ჩანაწერი დაახლოებით 8 წუთი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თქვენ სიამოვნებით მოისმენთ მას. Познайте истину, и истина сделает вас свободными, говорит Христос в Евангелии. Какую же истину должен узнать человек, чтобы стать свободным, и каким образом истина эта может освободить его? Вот вопросы, с которых нужно начинать постижение христианского понятия свободы,
а лучше сказать свободы вообще. Ибо, как мы пытались показать в прошлых наших беседах, нету свободы, да и не может быть иного источника, иного корня, как христианское религиозное восприятие мира, человека и жизни. В мире существует немало идей свободы, и каждый из них так или иначе связывает себя с той или иной истиной. Вот, например, марксизм утверждает, что царство свободы наступит тогда, когда поймет человек механизм экономических явлений. Только вот о механизме этом, об экономических явлениях этих написаны в толщенных томах Марксова «Капитала» бесконечные главы, а о царстве свободы сказано всего несколько слов в самом конце. Так что так и остается неясным, в чем будет свобода эта заключаться, в чем будет ее содержание. Вот немецкий философ Шопенгауэр на основании восточной индусской мудрости утверждает, что свобода наступит тогда, когда постигнет человек механизм своей собственной воли и, постигнув, просто откажется от нее, отсечет себя от нее. Тогда, говорит Шопенгауэр, станет человек, наконец, свободным, ибо он ничего не будет желать, а в желаниях, в воле и заключен источник рабства и мучения. Но вот, на смену тяжеловесным теориям прошлого века приходят современные философы-экзистенциалисты и тоже возвещают, и тоже утверждают свободу. Свобода эта, говорят они, наступит тогда, когда человек попросту отвергнет всякую предвзятую истину о самом себе, истину, навязываемую ему извне, когда вся его жизнь станет цепью ничем не предопределенных, ничем не навязанных выборов и решений, когда он будет как бы все время творить свою жизнь из ничего. Но сколько ни написали философы-экзистенциалисты книг в защиту своей теории, так и остается непонятным, как это в мире, в котором все живет по закону причинности, один только человек каким-то таинственным образом может выключить себя из этого закона и начать сам себя создавать. Надо прямо сказать, что те художественные произведения, как, например, «Пути свободы» Жана-Поля Сартра, в которых пытаются экзистенциалисты на этот вопрос ответить, на деле никакого ответа не дают. Они показывают нам метущихся людей, решительно не знающих, что с самими собой делать, принимающих капризные и противоречивые решения и толкущиеся вечно в каком-то неясной тени переживаний, стремлений, настроений, желаний. Освобожденный таким образом человек парадоксальным образом оказывается рабом этой пустой и ненужной свободы. Список этот можно было бы продолжить почти до бесконечности. Каждый рецепт свободы опирается действительно на какую-то истину. Но выходит всегда так, что непонятной, ничем не оправданной оказывается эта связь, и неуловимой, и неопределенной, вытекающая из нее свобода. Внешне, формально, христианство говорит как будто то же самое. Познаете истину, и истина сделает вас свободными. Но это только внешне и формально. Ибо на деле не сообщает Христос людям никакой отвлеченной истины. Не дает еще одной теории, якобы долженствующей свободу определить и обеспечить. Ибо та истина, о которой Он говорит, это не теория, не доктрина, не философия и не идеология. Ибо, сказав об истине, Он говорит: «Я есть путь, и истина, и жизнь». Истина является
проявляется тут не в виде слов и теорий, а в живой и единственной личности, в одном единственном и неповторимом лице человеческом. Я есть путь, и истина, и жизнь. И потому свобода тут не объяснена и не определена, а явлена. Человек, который говорит эти слова, сам свободен. И все Евангелие есть в сущности ничто иное, как явление миру, до конца свободного человека, и потому явление совершенной свободы. И в чем же свобода Христа? В том ли, чтобы согласно нашему маленькому пониманию свободы все время менять свои мнения, жить по своей вольной волюшке, самого себя делать центром мира и служить самому себе? Нет, конечно нет. Ибо вся его жизнь есть одно безостановочное служение людям, одна сплошная самоотдача, одна всецелая любовь. В том, чтобы искать собственного счастья и благополучия, в том, чтобы не страдать, нет. Ибо добровольно отдает он себя и на глумление, и на страдания, и на смерть. В чем же тогда? Да, конечно, прежде всего, в совершенной целостности его личности, в полнейшей независимости его от зла, от злобы, от страха, в совершенной наполненности ее светом и любовью. Свобода тут не какая-то пустая форма, в которую можно по прихоти вливать все время любое содержание. Свобода Христа – это как раз свобода человека, до конца и всецело обладающего своей жизнью, до конца и всецело отдающего ее одному тому, что ее может до конца сделать жизнью, а именно любви. Вот почему во Христе свобода не противоречит послушанию, вере, жертве, всему тому, чему мы обычно противополагаем свободу, от чего во имя свободы бежим. И в последнем итоге, и это и есть христианское благовестие свободы, только любовь освобождает. И она освобождает потому, что любящий отдает себя любимому не по принуждению, а свободно, потому что любит. И свободно его послушание, и свободна его жертва. И она оказывается сама высшим актом свободы. Познаете истину, и истина сделает вас свободными. Для нас, христиан, это значит: познаете Христа, и увидите свободу, и поймете, что такое свобода. Узнаете Христа, и отдадите себя тому, чему отдал себя Он, и в этой отдаче только и станете по-настоящему свободными. სასიამოვნო მოსასმენი იყო ყოველი ჩვენგანისათვის და ალბათ დამაფიქრებელი. მოგახსენებდით, რომ ძალიან ბევრი ადამიანის დახმარების გარეშე ამ წიგნების გამოცემას მე და ბატონი ოთარი ნამდვილად ვერ შევძლებდით. ამიტომ მინდა ჩემი სასიამოვნო მოვალეობა შევასრულო ეხლა და მადლობა გადავუხადო რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოს იოანეს და ფერისვალების დედათა მონასტრის მონაზვნებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ლიტურგიული ტექსტების ქართული შესატყვისების დაძებნაში. ბატონ გოჩა საითიძეს ისტორიულ-გეოგრაფიული ლექსიკონის რედაქტირებაში გაწეული დახმარებისათვის. ქალბატონ მაგდა მჭედლიძეს ამ გამოცემის რედაქტორს. ქალბატონ ელიკო კავლელაშვილს ხდის დიზაინის შექმნაში გაწეული კონსულტაციისათვის. ქალბატონ ქეთევან მათიაშვილს ზოგიერთი ტერმინის განმარტებაში გაწეული დახმარებისათვის. და განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სერგეი შვემანს, მამა ალექსანდრეს შვილს, რომელიც გახლავთ ინგლისური გაზეთ, ბრიტანული გაზეთ გარდიანის პარიზ ჰერალდ ტრიბუნის უკაცრავად პარიზის ბიუროს ჟურნალისტი, ძალიან ცნობილი პულიცერის პრემიის ლაურეატი, რომელმაც უსასყიდლოდ მოგვანიჭა მამა ალექსანდრეს თარგმანების შრომების თარგმნისა და გამოცემის უფლება საქართველოში 13 წლის განმავლობაში.
ეს ურთიერთობა თავისთავად სითბოთი ახსოვს ურთიერთობა იყო. მისი თითოეული წერილიდან იღვრებოდა სითბო, პატივისცემა ქართველი ხალხისადმი და სიხარული, რომ მამა ალექსანდრეს შრომები საქართველოშიც ითარგმნება. სამართლებმა მოითხოვს აღინიშნოს და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მამა ალექსანდრეს ერთ-ერთი ნაშრომი დიდი მარხვა ქართულად არის გამოცემული და ზოგიერთი წერილი. ძალიან უნდოდა დასწრებოდა დღევანდელ დღეს, მაგრამ ძალიან ძველი ტრადიციის თანახმად, რომელიც უკვე აგერ 30 წელიწადზე მეტია გრძელდება, ამ დროს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ის და მთელი მათი ძალიან დიდი ოჯახი, რომლის ფოტო თქვენ წინაშე იყო წარმოდგენილი, ამ ოჯახის ფოტო, ივლისსა და აგვისტოს ატარებენ კანადაში, სადაც აშენებული არის პატარა სამრეკლო წმინდა მამა სერგი რადონეჟელის სახელობისა და სრულიად მოულოდნელად დღეს მან გამოგვიგზავნა მისასალმებელი სიტყვა და მე მინდა ქალბატონ ინა კულიშოვას, ფილოლოგს და ბატონი სერგეი შმემანის პირად ნაცნობს ვთხოვ, რომ წაგვიკითხოს ეს წერილი. გთხოვთ ინა. მიკროფონ. Я познакомилась с Сергеем, его супругой Марией, пару лет назад. Это удивительные люди. Можно сказать, что они из другой культуры, но это из настоящей культуры. Они просто несут в себе какой-то совершенно другой язык, другой вкус, настоящий такт. Не случайно отец Александр так гордился своими детьми. После пару слов, что я думала, что отец Александр один из тех немногих людей, которые одалживает нам Бог, не только в 20 веке, вообще за всю историю существования христианства, чтобы мы не заблудились, чтобы проводить нас даже не столько к христианству, сколько к самому Христу. Письмо Сергея. Благословите ваше святейшество, уважаемые отцы, дорогие дамы и господа. Я пишу эти слова, сидя перед озером в Квебеке, в Канаде, озеро Лабель, где мой отец, протопресвитер Александр Шмеман, проводил каждое лето с 1952 года. Он тесно любил свою дачу. Здесь построили часовню, посвященную преподобному Сергию Радонежскому, вокруг которой постепенно собралась скромная летняя община. Здесь, на озере, отец Александр находил то смирение и те силы, и ту свободу от всех повседневных забот, которые позволяли ему писать его главные работы, включая те, которые вы перевели на грузинский язык. Мы здесь с моей матерью, матушкой Юлианой, ей 87. И на этой даче мы всегда чувствуем себя так близко с отцом Александром. И она, и я искренне радуемся, что работы отца Александра являются на грузинском языке. Отец Александр не дожил до освобождения Грузии и других стран Советского Союза, но он всегда чувствовал близость со всеми советскими народами и более 30 лет с ними как бы беседовал через свои передачи по радио «Свобода». Они так и назывались «Воскресные беседы отца Александра». Для него люди за железной занавесью, наверное, были не жертвы, не поэтические объекты, а близкие братья и сестры. И он никогда не терял веру, что к ним, к вам, придет свобода. Хотя отец Александр и говорил, и писал по-русски, он всегда ощущал особенную близость с грузинским народом. Его родная бабушка была грузинка, княжна грузинская. И я могу вам сказать, что он очень этим гордился. Так что я уверен, что отец Александр в сей день празднует и с вами, и что, как мы с матушкой, он радуется и благодарит Господа Бога, что вашими трудами может вести теперь прямую беседу с Великой Грузинской Православной Церковью. От всего сердца благодарим вас, ваше святейшество, прошу вашего благословения и ваши святые молитвы. Сергей Шмеман. Большое спасибо, Инна. Большое спасибо Сергею Александровичу.
Сергей Александрович, если сейчас вы смотрите на нас, примите нашу огромную благодарность, поклон вашей матушке. И мы очень надеемся, что осенью, как вы обещали, мы обязательно встретимся в Тбилиси и проведем настоящее шпемановское чтение. Ეხლა რამდენიმე სიტყვა მაინც მინდა მოგახსენოთ წიგნის შესახებ. მართლმადიდებლობის ისტორიული გზა შპემანის ერთ-ერთი სერიოზული მონოგრაფია. იმისათვის რომ უფრო გამოიადვილებინა მკითხველისთვის ნაშრომის გაცნობა, გადავწყვიტეთ რომ წიგნისთვის ჩვენი ინიციატივით დაგვერთო ორი ლექსიკონი. ერთი ეს არის ისტორიული და გეოგრაფიული სახელების ლექსიკონი, სადაც განმარტებულია ყველა ის სიტყვა და გეოგრაფიული ისტორიული ტერმინი, რომელიც წიგნშია მოხსენიებული და მეორე ბიოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი, სადაც მოცემულია მოკლე ბიოგრაფიები წიგნში მოხსენიებული პირებისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქვე გახდა საჭირო გახსნა განმარტება ამა თუ იმ პიროვნების შესახებ. მაგალითად, როდესაც ალექსანდრე შპემანი წერს, რომ იოსაფატ კონცევიჩის საუბედითი სახე სკოლიოში ჩამოვიტანე და განმარტეთ, ვინ იყო ეს იოსაფატ კონცევიჩი და რატოა მისი სახე აუბედითი, ვინაიდან ეს ადამიანი ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა უნიის დამყარებას, მართლმადიდებლებს ტაძრის დამყარდა, შემდეგ მართლმადიდებლები მას აუჯანყდნენ, მოკლეს, დვინაში გადააგდეს და საბოლოოდ დამთავრდა იმით, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ის წმინდანად შეერაცხა. ამიტომ ამის განმარტება იქვე ჩავთვალეთ საჭიროდ. ასევე სკოლიოებშია და დაახლოებით 300-მდე სკოლიოა განმარტებული სხვადასხვა ტერმინი და საჭიროდ მიჩნეული განმარტებებია გაკეთებული. ამ როგორც უკვე ასე ვთქვათ, მადლობების გადახდის დროს მოგახსენეთ, ამ მონოგრაფიის რედაქტორი იყო ქალბატონი მაგდა მჭედლიძე, ფილოლოგიის დოქტორი და უნდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამე გავიგეთ და ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ ქალბატონი მაგდასაგან, ვინაიდან და მთავარი რაც გავიგეთ ეს არის, რომ როდესაც რაღაც საქმეს კიდევ ხელს სიყვარულით, მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის და საჭირო არის ძალიან დიდი პროფესიონალიზმი. ამ შემდეგ რაც ქალბატონი მაგდამ რედაქტირება გაუწია ამ წიგნს, ეს წიგნი გახდა გაცილებით უკეთესი, გაცილებით პროფესიული და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობით ქალბატონ მაგდას ვთხოვ ცოტა რამ გითხრას საერთოდ ამ წიგნზე, მის მნიშვნელობაზე და რედაქტირების დროს გაწეულ ასე ვთქვათ საკითხებს. მოგზაურობთ ქალბატონ მაგდა. პირველის ყოვლისა და მივულოცო თარგმნელებს და ასევე ფინანსურ უზრუნველმყოფელს, როგორც თქვენ უწოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო საქმის წარმატებით აღსრულება. და თან უნდა ცოტა გავაპროტესტო ეს თქვენი ღვაწლის, ასე ვთქვათ. ანუ თქვენს მიერ რაღაცა ჩემი უბრალოდ ვერც კი პოულობ სიტყვებს, ნამდვილად არაფერი მე იმის ფასი არ გამიგეთებია, რომ აი ასე საგანგებოდ მოგეხსენიებინათ. უბრალოდ როგორც რედაქტორმა წავიკითხე, რაღაც გარკვეული შენიშვნები მქონდა და ის შემდეგ ყველაფერი ისევ თქვენ თარგმნელებმა ძალიან ჩემი აზრით ძალიან წარმატებით შეასრულეთ. ეხლა რაც შეეხება წიგნს, რა საკვირველია საზოგადოება მიესალმება ნებისმიერი ღირებული ლიტერატურის ქართულად თარგმნას. ღირებული ინტელექტუალური, მორალური, ესთეტიკური თვალსაზრისით, რომელიც ჩვენი გონების თვალსაწიერს აფართოვებს და სულიერ სამყაროს გვიმდიდრებს. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ისეთ თემებს, რომელზეც დისკუსიაც ათეული წლების განმავლობაში ფაქტიურად აკრძალული იყო. პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
ვიცით რომ მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა აქ ყველამ ვიცით ეს დასავლეთში მას ჰქონდა საშუალება შორიდან დაკვირვებოდა საბჭოთა რეალობას და ასევე ჰქონდა საშუალება უშუალოდ ახლოდან შეეგრძნო ის ვითარება რომლის ანალოგიურ რეალობაში ჩვენ დღეს ავართ აღმოჩენილი. აი ამ გადასახედიდან შემდეგ ის უკვე აკვირდებოდა მართლმადიდებლობის ისტორიულ გზას. აი სწორედ ამიტომ არის ძალიან საინტერესო მისი ნაშრომი, რომლის პრეზენტაციაც დღეს ხდება, მართლმადიდებლობის ისტორიული გზა, რომელიც ახალ ხედვას გვთავაზობთ ჩემი აზრით და ძალიან ბევრ საკითხზე დასაფიქრებლად განგვაწყობს. ის ფიქრობდა ისეთ საკითხებზე, როგორიც არის, აი აქ იყო კიდევაც ერთ-ერთი თემა მის გადაგებაში წარმოდგენილი, როგორიც არის თავისუფლების და ავტორიტეტის, სახელმწიფოს და ეკლესიის იდეოლოგიისა და რწმენის ურთიერთმიმართება. ის რომ ეს საკითხები დღეს ჩვენთვის უაღრესად აქტუალურია, მე მგონი სადავო არ უნდა იყოს. აქტუალურია ვინაიდან არა მხოლოდ ჩვენ ცალკეულ პიროვნებებს, არამედ საერო პირებს გულისხმობ ინსტიტუციებსაც, საერო ინსტიტუციებს, სამთავრობო, არასამთავრობო და ასე შემდეგ, გვიხდება ფაქტიურად სწავლა დამოუკიდებლობის პირობებში ცხოვრებისა. და სრულიად ახალ პოლიტიკურ სისტემასთან შეგუებისა. ეს მე მგონი ეხება სასულიერო პირებსაც და ეს ეხება რასაკვირველია ეკლესიასაც, რომელსაც ნამდვილად უხდება უახლოეს აი ამ პერიოდში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალ რეალობაში სახელმწიფოსთან ურთიერთობის განსაზღვრა, თავისი პოზიციის განსაზღვრა, თავისი სოციალური ფუნქციის რაღაც განსაზღვრა და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ აი ამ წიგნს მართლმადიდებლობის ისტორიული გზა, შესავალში ძალიან კარგად აქვს თავად ავტორს განმარტებული ამ წიგნის არსი. ის ამბობს, რომ ის წერდა არა ისტორიას, რასაკვირელი ამ შემთხვევაში თქვას მას მეტი ეს მეტად ანუ ობიექტურობაზე უფრო მეტი პრეტენზია იქნებოდა. არამედ ის წერს, რომ ის წერდა კომენტარს ისტორიაზე. ანუ ის წერს თავის სუბიექტურ თვალსაზრის ისტორიაზე. და ის ამბობს, რომ მისი წიგნი არის არა იმდენად პასუხი, რამდენად ეს არის კითხვა. და მით უმეტეს სრულიად ნაკლებად არის ეს განსჯა. რასაკვირველია, ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ავტორს, რა თქმა უნდა. შორიდან ძალიან ბევრი რამ შეიძლება უკეთესად ჩანდეს, მაგრამ არა ყველაფერი და სხვა საკითხებში შეიძლება ჩვენი აზრი გქონდეს, მაგრამ ჩემი აზრით აი ეს ხედვა, რომლითაც არის ეს წიგნი დაწერილი, ის ამოსავალი პრინციპები, კრიტერიუმები, ჩემი აზრით ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის აი მართლმადიდებლობის გზაზე დასაფიქრებლად. არა მხოლოდ ზოგადად, არამედ საქართველოსთან მიმართებაშიც. საქართველოსთან მიმართებაში წმინდა მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც. ის რომ საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დაუფიქრდეთ მართლმადიდებლობის ისტორიულ გზას. და ისეთ საკითხებსაც კი, რომელიც გვგონია ჩვენ და ნამდვილად გარკვეულწილად და მნიშვნელოვანწილად ეს ალბათ ასეც არის, რომ ჩვენ ვიცით და მართლმადიდებლობის მნიშვნელობა ქართული ეროვნული ცნობიერებისათვის, სახელმწიფოსათვის, ყველაფერს სხვას რომ დავინავანებოთ კულტურისათვის და ასე შემდეგ, რომ ეს ისედაც თვალსაჩინოა და საერთოდ ამაზე ისედაც ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი. მაგრამ როგორც აი ბოლო პერიოდის მოვლენები მოწმობს, მაინც როგორც ჩანს საჭიროა
რაღაცა სისტემური ნაშრომის შექმნა. მე ნამდვილად ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში აი ესეთი სისტემური ხასიათის ნაშრომს, რომელიც წარმოაჩენდა აი ამ ორმხრივ მიმართებას, მართლმადიდებლობას საქართველოსთვის და ასევე საქართველოს წვლილს და საქართველოს მნიშვნელობას მართლმადიდებლობისთვისაც. სხვათაშორის აი ეს აქვს ძალიან კარგად, შეიძლება არ დავეთანხმოთ ყველაფერში, მაგრამ თავისთავად დაყენებული აი ეს საკითხი ძალიან კარგად ამ წიგნში. ის სწორედ საუბრობს ბიზანტიის და რუსეთის ასევე წვლილზე მართლმადიდებლობის ფორმირებაში. აი ამ კუთხით შეიძლება და საქართველოს შესახებაც დავფიქრებულიყავით. და კიდევ თარგმანის შესახებაც მოგახსენებთ, თუ არ გამიგრძელდა სიტყვა. ნამდვილად მე ვთქვი, რომ ნებისმიერი ღირებული ლიტერატურის ქართულად თარგმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ქართული ენისათვის. ჩვენ ვიცით, რომ ქართული თეოლოგიური ლიტერატურა შეიქმნა უმთავრესად თარგმანების შედეგად. უმთავრესად რასაკვირველია ბერძნულიდან თარგმანების საფუძველზე. აი ამ პროცესში ჩამოყალიბდა სწორედ ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია, საღვთისმეტყველო აზროვნების და გამოთქმის სტილიც. სამწუხაროდ, ისევ და ისევ აი ამ ათეული წლების განმავლობაში, აი ამ პროცესის შეფერხების და თითქმის ზოგიერთ შემთხვევაში წყვეტის შედეგადაც კი აი ეს ყველაფერი აისახა არა იმდენად ინფორმირებულობაზე, არამედ რამდენადაც ქართული ენის შესაძლებლობებზე. მე ვფიქრობ, ავტორები დამეთანხმებიან, ყოველ შემთხვევაში ჩვენც ვისაც ამ სფეროსთან შეხება გვიხდება, გვიწევს ხოლმე გამკლავება სწორედ აი ამ სირთულეებთან და სირთულეები ჩვენს თავს ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც, თქვათ სტილის თვალსაზრისითაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ თავისთავად თარგმნა აი ამ სახის ლიტერატურის აი ესეც უკვე ჩემი აზრით არის ძალიან კეთილშობილი და ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმე. მე ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ალბათ აუცილებელი და საჭირო საქმეც არის, რაც კი შეიძლება დღეს საქართველოში წიგნიერმა ადამიანმა გააკეთოს. და ბოლოს ვიტყვი აი ამ ნაშრომის და თარგმანის მნიშვნელობაზე პედაგოგიური თვალსაზრისითაც. სტუდენტებმა მოგვიწოდეს, ვიცით ყველამ თარგმნეთო და მე ძალიან მიხარია, რომ ბიზანტინისტიკით დაინტერესებულ სტუდენტებს სექტემბრიდან მე შევძლებ შევთავაზო არაერთი მონაკვეთი ნაშრომისა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონო მაგდამ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, თქვენ ალბათ მიაქცევთ ყურადღებას, რომ წიგნი საკმაოდ დიდრულად არის გამოცემული, რომ წიგნი დაიბეჭდა წიგნის სახელოსნოში. გამოყენებულია შედარებით ახალი ტექნოლოგიები და განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ბატონ მამუკა ხანთაძეს, რომელმაც ბევრი იშრომა, რომ ეს წიგნები ასე ლამაზი გამოსულიყო, ვისაც მოგწონთ ასეთი ახალი ტექნოლოგია, ვისაც მოგწონთ ასეთი ხარისხი, რეკომენდირებ წიგნის სახელოსნოს, თუმცა ხა რეკლამა გამომივიდა, მაგრამ რატომაც არა. ეხლა კი დიდი ხანია დაპყრობილი მაქვს მიკროფონი და სიტყვა მინდა გადავცე ამ საქმის, ამ წიგნების თარგმნის იდეის ავტორს, სული ჩამდგმელს, განმახორციელებელს, თავს და ასე შემდეგ ბატონ ოთარ ზოიზეს. თქო ბატონ ოთარ. მადლობთ. მოგესალმებით ყველას, ძალიან გახარებული ვარ დღეს გულწრფელად გეტყვით. ეს სიხარული არის ერთგვარი 10 წლის წინ, დაახლოებით 10 წლის წინ დაწყებული სიხარულის გვირგვინი. დაახლოებით 10 წლის წინ შევხვდი პირველად მამა ალექსანდრე შმემანის ნაშრომებს. qalbit თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს არ იყო ჩემი პირველი შეხვედრა თეოლოგიურ საღვთისმეტყველო ლიტერატურასთან, არც ფილოსოფიურ ლიტერატურასთან და ამ შემდეგ.
მაგრამ ასევე აბსოლუტურად გულწრფელი შემიძლია ვიყო და ვთქვა, რომ მე ვიყავი გაოგნებული. ამ პირველი წიგნი, რომელზეც ავიკითხე, იყო მართლმადიდებლობის ისტორიული გზა. ერთ-ერთ მექსიკაში მოგზაურობა ნოტარიატის კონგრესი იყო და სასაკითხი წიგნიც ხადია წავიღე. საერთოდ აღარ მახსოვდა არც ნოტარიატის კონგრესი, არც 10 საათიანი მგზავრობა იქით, აქით და ასე შემდეგ და რო ჩამოვედი ცხადია წიგნი დამთავრებული მქონდა, გადაკითხული მქონდა და ბუნებრივად დავიწყე თარგმნა, იმიტომ რომ იმდენად ვიყავი სავსე ამ ყოველივეთ, რომ შეუძლებელი იყო რომ არ მეთარგმნა და სიხარული რაც მქონდა ამ ტექსტის კითხვის დროს არ გამეზიარებინა იმ ჩემი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, რომლებიც ამ ხასიათის ლიტერატურით არიან დაინტერესებული და ასე ჩაერთო ფრიდონი ამ შრომაში, თუმცა თარგმნიდით მეტი არაფერი სათვაც არნაირი პერსპექტივა გამოცემის არ იყო. ახლობლებს ყველას, ვისაც შევხვდებოდი, შევატყობდი ინტერესს, ყოველთვის ვაწვდიდი ამ ტექსტს და ერთ-ერთი ასეთ შეხვედრისას ბატონ რეზო აშაკიძეს გადავეცი, ისიც უცხოეთში მიდიოდა და მოგზაურობდა, რომ დაბრუნდა, დამცდელობა ლამის ტრაპიდან დამირეკა, ეს რაც ავიკითხეო. მოგზად ვარ, ეს დავაფინანსოო და გააგრძელეთ თარგმანი, რომ გამოიცეს ეს წიგნები საქართველოს საზოგადოებას, ეს აუცილებლად ჭირდებაო. და მე გაოცებული ვარ ბატონ რეზოთ, იმიტომ რომ შეარჩია ყველაზე საუკეთესო ხარისხის გამოცემა, აირჩია ეს გზა. და ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე მისი დამოკიდებულება ამ საქმისადმი ჩანს იქედანაც, რომ ტირაჟი გაზარდა ქართული სინამდვილისთვის არც ისე ცოტა ტირაჟი 1500 ეგზემპლარია დაბეჭდილი თითოეული ეგზემპლარი და ბატონ რეზოს სურვილია, რომ 15 ეგზემპლარი თითოეული ამ წიგნისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცეს. ეს ბატონ რეზოს, რომელიც სამწუხაროდ არესწრება მოულოდნელად მოუწია უცხოეთში გამგზავრება, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი და ღმერთმა შეიწიროს ეს მისი დიდი ღვაწლი, მართლაც საოცარი ღვაწლი გასია ამ ადამიანმა ქართული ეკლესიისთვის და ყოველი ადამიანისთვის, რომლითაც უფლის სიტყვა ძვირფასია. რო დავფიქრებულ ვარ რა მიზიდავს მამა ალექსანდრეს შრომებში, რა არის ის მიმზიდველი, რაც ასე გიტაცებს და ასე აგავსებს სიხარულით. მიფიქრია, შეიძლება ეს სიტყვები ჩემი სიტყვებით ვერ გამომიხატავს ვერასდროს და შემდეგში მამა ალექსანდრეს შრომებში არის პასუხები და ეხლა არ შეგაწყენთ ჩემი აზრებით საუბარს მამა ალექსანდრეს შრომებზე, გესაუბრებით მამა ალექსანდრეს სიტყვებით. აი რა გიზიდავს მამა ალექსანდრეს სიტყვაში? აი მისი პასუხი. მაგრამ თუ შეუძლებელია რწმენის დამტკიცება, მასზე თხრობა შესაძლებელია. დამგვარი თხრობა რწმენის შესახებ და არა სამეცნიერო ცნობები, ფაქტების შესახებ არსებითა თვითსახარებაა, რადგან იგი არის უშუალო გადმოცემა პირადი გამოცდილებისა იმათ მიერ, ვინც ხედავდა და უსმენდა ქრისტეს და ვინც ირწმუნოდა შეიყვარა იგი ისე, რომ ქრისტე მათი სიცოცხლე გახდა. სწორედ ამიტომ რჩება სახარება მარა ცოცხალად. სწორედ ამიტომ ხვდება იგი პირდაპირ გულში. მაშინ როცა საღვთისმეტყველო ტრაქტატები მეტისმეტად ხშირად გონებასაც და გულსაც გულგრილს ტოვებს და ყველაზე მეტად ჩვენს ცივ და სასტიკ საუკუნეს ესაჭიროება ცოცხალი თხრობა, ცოცხალი რწმენის შესახებ, არა უბრალო ცოდნის გადმოცემა, არა უბრალო ფაქტები რწმენის შესახებ, არამედ თვით რწმენის გამოცდილება. ვისაც მამა ალექსანდრე საოცარი დღიურები წაუკითხავს, დამერწმუნება, რომ მამა ალექსანდრე ლიტურგიით ცხოვრობდა. ყველაზე დიდ სიხარულს ის განიცდიდა სწორედ აი ლიტურგიის დროს და მთელი მისი შრომები გამსჭვალული არის სწორედ აი ამ სიხარულით. და ის ძალიან განიცდიდა, როცა ქრისტიანობა ვიღაცის მსოფლმხედველობაში აისახებდა როგორც მორალიზმის, მშრალი მორალიზმის შიშის რელიგია. აი რასაც ის უსიხარულობაზე ქრისტიანთა შორის. ცნო რელიგიის დასაწყისი სიხარულის უნარობაა, უბრალოდ უარი სიხარულზე. ამასთანავე სიხარული ასე აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ იგი არის უეჭველი ნაყოფი ღმრთის მყოფობის განცდისა. შეუძლებელია იცოდე, რომ ღმერთი არის და არ ხარობდე და მხოლოდ მასთან მიმართებითაა სწორი, ჭეშმარიტი, ნაყოფის მომცემი ღმრთის შიშიც, სინანულიც, სიმდაბლეც. ამ სიხარულის გარეშე ყველაფერი ხდება დემონური, სიმახინჯე თვით რელიგიური გამოცდილების სიღრმეში, შიშის რელიგია, ფსევდოსიმდაბლის რელიგია, ბრალის რელიგია, ყველაფერი ეს ცდუმებებია, ყველაფერი ეს ხიბლია, მაგრამ
რაოდენ ძლიერია იგი არა მხოლოდ ამ ქვეყნად, არამედ ეკლესიის შიგნითაც. და ამიტომაც დგას რელიგიური პირებისათვის სიხარული ეჭქვეშ. პირველი, მთავარი, ყველაფრის წყარო და განიხარავს სულმან ჩემო ღვთისა მიმართ. ცოდვის შიში არ ეხსნის ცოდვისაგან. ღვთის გამო სიხარული იხსნის. ბრალის განცდა მორალიზმი არ ათავისუფლებს ამასოფლისა და მისი ცნებებისაგან. სიხარული საფუძველი თავისუფლებისა, რომელშიც დგომაც ჩვენი მოწოდებაა. ქრისტიანობის და ქრისტეს მიმართებას თითქოს რა უნდა იყოს აქ საკამათო, სადავო, მაგრამ საოცარ რაღაცას აღმოაჩენთ მამა ალექსანდრეს მიერ დანახულ თანამედროვე ვითარებაში. იქ სადაც საეკლესიო და სამრელო ცხოვრება არ არის დაფუძნებული უწინარესად უფალ იესო ქრისტეზე, ესე იგი იესო ქრისტესთან ცოცხალ ურთიერთობაზე და მასთან ერთობაზე და მასში ერთობაზე ეკლესიის საიდუმლოში ევქარისტიაში, იქ გარდაუვლად ადრე თუ გვიან პირველ რიგში ადგილს სხვა რაღაც იკავებს. იქ უკვე არ არის ქრისტე, იქ უკვე არის არა ქრისტე, არამედ სხვა რამ, რაც გნებავთ. ნაციონალიზმი, პოლიტიკა, მატერიალური წარმატება, კოლექტიური ამფარდავნება და ამ შემდეგ. და რაც ადრე თუ გვიან იწყებს ეკლესიის ცხოვრების შინაარსის განსაზღვრას და ამავდროულად ამ ცხოვრების გახსნას. თუ ადამიანებმა არ იციან რისთვის უნდა გაერთიანდნენ და ვისი სახელით უნდა გაერთიანდნენ, მაშინ ისინი გარდაუვლად იწყებენ გაერთიანებას ვიღაცის წინააღმდეგ და ეს შეადგენს ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობის ტრაგიკულ სიღრმეს. გასაოცარია, მაგრამ თურმე შეიძლება არსებობდეს ქრისტიანობა ქრისტეს გარეშეც. აი მისი ჩანაწერი დღიურიდან ორშაბათი 26 მარტი 1973 წელი. დღეს ვფიქრობდი საეკლესიო ცხოვრების ტანჯველად დაბალ დონეზე, რუსულ გაზეთში ბროდსკის ჯიჯგნაზე, ფანატიზმზე, შეუწყნარებლობაზე, ამდენი ადამიანის ნამდვილ მონობაზე. ჩვენ გვიახლოვდება ახალი შუა საუკუნეები, მაგრამ არა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ეს ტერმინი ბერდიევმა გამოიყენა, არამედ ახალი ბარბაროსობის მნიშვნელობით. ეკლესიურმა, ჭყალებში ეკლესიურმა, მოხმადიდებლებმა არსებითად აირჩიეს და რაც კიდევ უფრო უარესია, შეიყვარეს ფერაპონტი. იგი მათ მოსწონთ, მასთან ყველაფერი გარკვეულია. მთავარია გარკვეულია ის, რომ ყველაფერი რაც მაღლა, რაც გაუგებარია, რაც რთულია, ყველაფერი ეს ცნებაა. ყველაფერი ეს უნდა დაარღვიო. კულტურაში იწყება რუსინების, ნეოსლავიანოფილების ზეობა, გაპრიმიტიულების, ანტისემიტიზმის აყვავება. დიდი ხანია უნდა გავიგოთ, რომ ამ ქვეყნიერებაზე არსებობს ძალიან ძლიერი, ძალიან ძლავრი მოვლენა, რელიგია ღმერთის გარეშე. რელიგია როგორც შესაკრებელი ყველა კერპისა, რომელთაც ამ კერპებისავე გასამართლებლად უფრიად დაცემული ადამიანის შინაგანი სამყარო. აქ უმეტესი საცდურია. ფერაპონტი ნამდვილი ასკეტია, მოცველი, მოღვაწე, ტრადიციონალისტი და ამ შემდეგ. და განსხვავება ემიგრანტ ფერაპონტსა და საბჭოთა ფერაპონტს შორის წმინდა ისტორიული შემთხვევითობაა. ბოლშევიზმი უკვე და ახლა ნაციონალური რუსული ხელისუფლებაა. ასევე არის ემიგრანტული ნაციონალიზმისა და ანტიკომუნიზმისა ბოლშევიკურია. როგორც ერთ, ისე მეორე ბოლშევიზმს მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს, თავისუფალი ადამიანი. განსაკუთრებით კი თავისუფალი ქრისტეში, ესე იგი ჭეშმარიტად ერთადერთი თავისუფალი ადამიანი. შეფარული სიძულვილი ქრისტესადმი, რომელიც მარად განიკითხავს ეკლესიას, ეკლესია ჭყალებში და დიდი ინკვიზიტორს ეკლესიაში. საოცარი სიტყვების შემდეგ დავიმოწმებ მის ერთ-ერთი სტატიიდან, არაჩვეულებრივი სტატიიდან, რომელიც ამ კრებულშია შესული, უტოპია და ესკაპიზმი, მადლიერების შესახებ მამა ალექსანდრეს აზრს. მორაივიდეს ზე კაცისა პოვოს მეა სარწმუნოება იქვეყანასაზე და იმოწევს ლუკას ახარებიდან ამ სიტყვას და მამა ალექსანდრე აგრძელებს. შესაძლოა ჩვენ კატასტროფის მიმართულებით მოძრაობთ. ქრისტიანულ ეკლესიას არეგების გარანტიების გაცემა, რომ ყველაფერი უკეთ და უკეთ იქნება, ეს უტოპია. მეორე მხრივ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ სინამდვილისაგან გაქცევა, როგორც ღმერთის ღალატი, რომელმაც შეიყვარა ეს ქვეყანა. ეს ორი რეალობა, ქვეყანა, რომელიც შექმნისას კარგი იყო და ქვეყანა, რომელიც ცოდვით დაეცა, ერთად უნდა იყოს შემარჯვენებული, ანტინომიურად. ეს არის აუცილებელი პირობა, რომელიც ქრისტიანებს ყოველთვის შეეძლოთ ეპოვნათ თავიანთ ქმედებებში, რომელთაც განისაზღვრება ეკლესია. ერთი ასეთი მოქმედებაა სახარების, კეთილი უწყების გამოცხადება, მეორე მადლიერების საიდუმლო, თეადი ევქარისტია, რომელიც გვასწავლის, გინდა გაიგო რა არის.
რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია იყიდო ლექსიკონი, ენციკლოპედია. გინდა შეიტყო ადამიანის სხეულის შესახებ, მაშინ ანატომიური ატლასი შეიძინე და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ნამდვილად გინდა შეიტყო სიმართლე ამას უფლის შესახებ, დაიწყე ამისათვის ღვთისადმი მადლიერების გამოხატვით. მაშინ არ ჩავარდები რედუქციის ელეში, ადამიანი ეკონომიკის და სექსისაკენ, ბუნება დეტერმინიზმისაკენ. მაშინ გაიგებ, რომ ადამიანი ადამიანად იმიტომ კი არ იქცა, რომ ბორბალი გამოიგონა, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს ეს ბორბალი. არა იმიტომ, რომ ის არის homo sapiens და არა იმიტომ, რომ მან არისტოტელეს ლოგიკა აღმოაჩინა. ის ადამიანი გახდა, როდესაც გახდა homo adorans, ადამიანი, რომელიც გამოხატავს მადლიერებას, ადამიანი, რომელიც არ ეუბნება ღმერთს, მას მეკუთვნის. კონსტიტუციის მიხედვით მე ყოველთვის მეკუთვნის ესა და ეს. მადლიერების გამოხატველი ადამიანი ისა, ვინც უეცრად აღმოთქვამს, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებით და შენითა. საუბარი სამარიელ დედაკაცთან ყველა ჩვენთაგანს გვახსოვს იოანეს სახარებიდან საოცარი თავი და როგორ უკავშირებს ამ საოცარ ადგილს არაჩვეულებრივი ქადაგებას, ასევე შესული არის ამ ჩვენს კრებულში. პაცია ფრაგმენტს აგიკითხავთ, როგორი აქტუალური ეს ყველაფერი და როგორ ფასდება ყველაფერი სახარებით, მათ შორის დღევანდელი პოლიტიკური იდეოლოგიები და ასე შემდეგ. აი მამა ალექსანდრეს სიტყვები. ქრისტიანობაზე საუბარი ყოველთვის ნიშნავს საუბარს ქრისტეზე, მის სწავლებაზე, სახარებაზე. სახარება მოგვითხრობს იმაზე, როგორ ამჯობინეს ადამიანებმა თავიანთი შეხედულებები, იდეოლოგია, კანონი, სულსა და ჭეშმარიტებას. როგორ ვერ დაეტიეს მოწოდება გათავისუფლებისაკენ. სახარების ნამდვილი საზრისი არის თხრობა იმის შესახებ, როგორ უარყვეს ადამიანებმა ის, ვინც მათ მოუწოდა სულსა და ჭეშმარიტებაში ცხოვრებისაკენ. და ამიტომ სახარებაში არის ახსნა ქრისტესადმი იმ სიძულვილისა, რომელიც დღემდე გრძელდება და რომელიც ადამიანებს აიძულებს იცრუონ, წილი დასამონ, პირში წყალი ჩაიგუბონ, რადგან ქრისტიანობა დღესაც საშიშია ყოველი იდეოლოგიისათვის. თუნდაც მხოლოდ ამ სულითა და ჭეშმარიტებით. ეს სიტყვები მარადიული გამოწვევა ყოველი კერპისა, რელიგიურისა თუ იდეოლოგიურისა და მანამ სანამ არ არის ამოშანტული ეს სიტყვები ადამიანური ცნობიერების სიღრმეებიდან, ადამიანი ბოლომდე არ მიიღებს იმ სწავლებას, რომელიც ადამიანს აქცევს მატერიის მონად, უსახო პროცესის ჩანჩიკად, უსახო კოლექტივის მსახურად და მუშად. და ასევე ერთი ქადაგება, რომელიც ასევე შესული არის ამ კრებულში. ქრისტიანობა და ტოტალიტარიზმი. აი მიმართება ქრისტიანობისა ტოტალიტარიზმის მიმართ. რა საერგებელი იყოს კაცსა უკეთო სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს მათი სახარებიდან. და მამა ალექსანდრე აგზელებს. სანამ დედამიწაზე სიტყვები ისმის, სანამ ადამიანებს ახსოვთ სახარებისეულის პარადოქსული არითმეტიკა, რომლის შესაბამისად ერთი ყოველთვის მნიშვნელოვანი და ფასეულია 99-ზე, შეუძლებელი იქნება ადამიანის პიროვნების განადგურება. შესაბამისად შეუძლებელი იქნება ბოლომდე უკვე კოლექტივიზებული იმ კაცობრიობის შექმნა, რომელიც თავის მონობას, თავისუფლებას უწოდებს. უსახო სარგებელზე თავის დაქვემდებარებებს უფლებებს დაარქმევს, ხოლო თავის ციხეს მიწერ სამოთხედ მონათლავს. რა საშიშია, როცა ასე ბევრს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ტოტალიტარიზმს დედამიწაზე მის ყველა გამოვლენებაში ეწინააღმდეგება მხოლოდ ერთი, ეს და სხვა არაფერი, რწმენა ღვთისა, რომელმაც ადამიანის შექმნა თავის ხატად და მსგავსად, რომელმაც ადამიანს მოუწოდა თავისუფლების და მარადიულობისაკენ. საშიშია ეს და სხვა არაფერი. მინდა საცხებლა დედების ქადაგებას არაერთხელ მომისმენია ჩვენს ეკლესიაში. მოგესალმებით, თამარის ჩვენი დიდი მეფის თამარის ხსენების დღეც არის და ხშირად პატრიოტიზმის ქადაგება ისმის. თუმცა როცა წავიკითხე მამა ალექსანდრეს ქადაგება მენელსაცხებლა დედებზე, აბსოლუტურად სხვა განწყობები დავინახე. აი პაცია ფრაგმენტი ამ ადგილიდან. გვინავდა კაცობრიობის ისტორია. იქნებოდა და ემხობოდა სამეფოები, იბადებოდა კულტურა, მობოქრობდა სისხლძვრელი ომები, მაგრამ დედამიწას ამ ღრიე და ტრაგიკულ ისტორიას ყოველთვის უცვლად ანათებდა სახე ქალისა, სახე ზრუნვისა, თავდადებისა, სიყვარულისა, თანალმობისა და ამ ყოფობის, ამ ნათლის გარეშე ჩვენი სამყარო, მიუხედავად მისი წარმატების და მიღწევებისა, მხოლოდ საშინელი სამყარო იქნებოდა. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ადამიანის ადამიანურობა გადაარჩინა ქალმა და მას ახლაც იხსნის ხოლმე ქალი და იხსნის არა სიტყვებით, არა იდეებით, არამედ ამ თავისი მდუმარე, მზრუნველი, მოსიყვარულე მყოფობით და თუ მიუხედავად სამყაროში გამეფებული ყველა ბოროტებისა არ წყდება იდუმალი ზეიმი სიცოცხლისა, თურგი ისეთივე სიხარულიდი ზეიმება ღარიბ ოთახში, ღატაკ სუფრასთან
როგორც სასახლეში, სიხარული და ნათელი ამ ზეიმისა არის მასში, ქალში, მის მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებაში. ღვინოი არა აქვს და სანამ იგი, დედა, ცოლი, ძალი, იქა ყველას ეყოფა ღვინო, ეყოფა სიყვარული, ეყოფა ნათელი. ეხლა პატარა ფრაგმენტს დავამოწმებ ეკლესიის ისტორიისადმი მამა ალექსანდრეს მიდგომაზე. ქალბატონო მაგდამ აბსოლუტურად ზუსტად წარმოაჩინა მისი ეს დამოკიდებულება და არაჩვეულებრივად ჩანს ეს მამა ალექსანდრეს ერთ დღიურში, ერთ ჩანაწერში, რომელიც გააკეთა მან წმინდა ვლადიმირის სემინარის, რომელზეც რექტორიც გახდა იქ წლების განმავლობაში, გარდაცვალებამდე. კათედრის ერთ-ერთი სხდომის შემდეგ ისტორიკოსების, ასე ვთქვათ, ისტორიული მიმდინარეობის მომხრეებსა და ეკლესიური მიმდინარეობის მომხრე პროფესორებს შორის უაღრესად პატივსაცემი ადამიანების, მათ შორის იყო მამა ივანე მეიენდორფი. აი ამ დისკუსიის, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიის შემდეგ, აი მამა ალექსანდრეს დამოკიდებულება როგორ უნდა შევხედოთ ეკლესიის ისტორიას. ეკლესია ეს არის მყოფობა დროში, წმინდა და საღვთო დროში, მაგრამ არა დიხოტომიის პრინციპით, წმინდა პროფანული, არამედ ესქატოლოგიური პრინციპით. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ყველაფერი დროსა და ისტორიაში შეუფარდო ღმრთის სასუფეველს და ამით შევაფასოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ამ აზრით თვით ეკლესიას არ აქვს რაიმე ისტორია, როგორც საკუთარი ყოფიერების წმინდა კატეგორია. ეკლესიის ცხოვრება ყოველთვის დაფარულ არის ქრისტეთურ ღვთისათანა. ეკლესია ჭეშმარიტად ცხოვრობს არა ისტორიით, არამედ ღმრთის სასუფევლით. ამიტომ მისი ისტორია ყოველთვის და მხოლოდ არის ისტორია ეკლესიის შეხვედრისა ამას სოფელთან. ყოველთვის და მხოლოდ არის შეფარდება. სოფლიო კრებები, მაგალითად რაიმე წმინდა მოვლენები კი არა თავისთავად, ონტოლოგიურად, სულიერ რეალობაში არ არსებობს რაიმე სოფლიო კრებების ეპოქა. თვისობრივად ეს კრებები არაფერს ცვლის ეკლესიაში და ამ აზრით ისინი შეფარდებითია. ისე როგორც ეკლესიის ყველა ფორმა და გამოხატულება, მთელი მისი ხილულობა და ისტორიულობა. კრებების მნიშვნელობა ისაა, რომ კრებები არის პასუხი ამ სოფლის კითხვებზე, ცხონების და გარდაქმნის შესაძლებლობის მტკიცება, მაგრამ როგორც კი მოვახდენთ მათ აბსოლუტიზებას, ესე იგი ვაქცევთ თავისთავად ღირებულებებად და არა შეფარდებითად ამ სოფლისა მიმართ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც კი მათ ვაქცევთ წმინდა ისტორიად, ჩვენ მათ ვუკარგავთ ნამდვილ მნიშვნელობას. ასეთი აშკარად სოდვიანობა მართლმადიდებლობაში მისი ისტორიული კულტურის აბსოლუტიზაციისა. 5 აღმოსავლური პატრიარქატი ბერძნების მიერ განცდა მსოფლიო პატრიარქისა, როგორც მართლმადიდებლობის წმინდა და მარადიული კატეგორიისა და ამ შემდეგ. ამიტომ ეკლესიის ისტორიის შესწავლის საღვთისმეტყველო წანამძღვარი უნდა იყოს სწორედ ეკლესიის ისტორიის გათავისუფლება მისი წმინდა აბსოლუტიზაციისაგან. ამასთანავე უკვე დიდი ხანია ეკლესიის ისტორიის შესწავლა კონცენტრირებულია საკუთარ ეკლესიაზე და არა ეკლესიის მიმართებაზე ამას სოფელთან, კულტურასთან და ამ შემდეგ. ეს კი ქმნის სახიფათო და საზიანო მიდგომას. წმინდა ისტორია გათავისუფლების ნაცვლად ვიღებთ დამონებას, რაც სამწუხაროდ მართლმადიდებლობის ძირითადი ტვირთია. და ამგვარი მოსაზრებით შეიძლება გაიზიაროს ადამიანმა, შეიძლება არ გაიზიაროს, მაგრამ უნიშნულოვანესი მოსაზრება, რაც ჩემი აზრით და ქალბატონ მაგდას შევეხმიანები, როცა იქნება ალბათ მზადება ამისი, ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული, როცა იმ საკითხების დამუშავება დაიწყება ღვთისმშეწამი საქართველოში, რაზეც ქალბატონ მაგდა საუბრობდა, რაც ნამდვილად არის აუცილებელი. ქრისტეს ჯვარზე მამა ალექსანდრეს საოცარი სიტყვები, ანუ ამ ფრაგმენტს შეიძლება დავარქვათ პილატე ჩემში. ქრისტეს ჯვარი, ესა მარადიული კითხვა. რატომ იწევს სიკეთე არა მხოლოდ წინააღმდეგობას, არამედ სიძულვილსაც კი? რატომაა სიკეთე ამ სამყაროში მუდამ ჯვარცმული? ჩვენ ჩვეულებისამებრ გაურბივართ ამ კითხვაზე პასუხს და ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ. მე რომ ყოფილიყავი იმ საშინელ ღამეს არ მოვიქცევდი ისე როგორც სხვები. მაგრამ გულის სიღრმეში ვიცით რომ სამწუხაროდ ეს ასე არაა. ჩვენ ვიცით რომ ქრისტე აწამეს და ჯვარცაცვეს არა ვიღაც ბოროტებით შეპყრობილმა განკვეთილებმა, არსებითად ისინი იყვნენ ისეთი ადამიანები როგორც ყველა. პილატემ დღესასწაულთან დაკავშირებით ქრისტეს გათავისუფლებას კი შესთავაზა ბრბოს, მაგრამ როცა ეს არ მოხერხდა, მან სახალხოდ დაიბანა ხელები და ამით აჩვენა რომ იგი არ ეთანხმება ქრისტეს დაგეგმილ მკვლელობას. სახარება რამდენიმე შტრიხით გვიხატავს პილატეს შფოთვას, შინაგან ბრძოლასა და მასში შიშის გამარჯვებას, რამაც არ მისცა სინდისის შესაბამისად მოქცევის საშუალება. მაგრამ განა იგივე არ ხდება ჩვენ ცხოვრებაში, განა მუდმივად არ მყოფობს პილატე ყველა ჩვენგანში. განა მაშინ გადამწყვეტ ჟამს, როდესაც მტკიცე არა უნდა უთხრათ ბოროტებას და სიცრუეს, არ ვნებდებით ხელის დაბანის ამცდუნებას. პილატეს უკან რომელი ჯარისკაცებით განან, მაგრამ მათაც შეუძლიათ თქვან
თავის გასამართლებლად ჩვენ მხოლოდ მეთაურობის ბრძანებას ვასრულებდით ჩვენ გვიბრძანეს უნებელყოფა ვიღაც მაწანწალასი რომელიც შფოთსა და უწესრიგობას თესავდა რაღა არის აქ სათქმელი პილატეს უკან ჯარისკაცების უკან ბრბოა ის ვინც სულ რაღაც 6 დღით ადრე აღთვალნებული ხდებოდა იერუსალიმში შესულ ქრისტეს და იძახოდა ოსანა მაგრამ განა არ აუხსნეს მას ამ ბრბოს ხალხის სინამძღოლებმა მოძღვრებმა რომ ეს კაცი დამნაშავეა რომელიც არ ღვევს ძველ დადგენილებებს და ჩვეულებებს და ამიტომ კანონის დიახ მუდამ კანონის მუდამ შესაბამისი მუხლის საფუძველზე მოკვდინებული უნდა იქნას ამგვარად ამ საშნელი საქმის თითოეული მონაწილე თავისი თვალთახედვით მართალი იყო რადგან გამართლების საფუძველი ჰქონდათ შემდეგად კი მოკლეს ის რომელმან მან არარაი უჯერო იქნა ლუკას სახარებიდან ძალიან მნიშვნელოვანი და ამით დავასრულებ მამა ალექსანდრესთან ყოველ შემთხვევაში მე პირველად დავინახე ის თუ როგორ მომემართება მე და ჩემთვის როგორ არის აქტუალური დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის თვითონ დოგმატის თითოეული წევრი როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩემში და რას მაიძულებს თუ ეს არის ჩემთვის რაღაც ისტორიული ფაქტი რომელიც ოდესღაც რაღაც სიტყვების გამო მამები დაობდნენ კამათობდნენ და სისხლს ანთხებდნენ აი მამა ალექსანდრეს ერთი ფრაგმენტი მამა ალექსანდრეს შრომიდან გამარტავს მრწამსის ერთეულს დაჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოილესა პილატესზე მამა ალექსანდრეს სიტყვები რა მნიშვნელობა აქვს ამ მოკლე ჩამონათვალში რაც სამს ეკლესიას პილატეს ხსენებას რატომ იხსენება მხოლოდ ეს ერთი სახელი ქრისტეს ჯვარცმასთან სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებით ერთი სახელი იმუთვალავი ადამიანის სახელთაგან რომლებიც მონაწილეობდნენ უდანაშაულო მოძღვრის გასამართლებას და წაემბაში ამ კითხვას უნდა გავცეთ ორი პასუხი ჩვენი რწმენისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანი არსებითი ცენტრალური პირველი პასუხი ასეთია პილატეს სახელი იხსენება იმიტომ რომ მისი დასახელებით ეკლესია ამტკიცებს იმ მოვლენების ისტორიულობას რომელშიც ეკლესია აღიარებს სამყაროსა და ადამიანის ხსნას არსებობს მეორე პასუხიც სარწმუნოების სიმბოლოში რომელი მართლის სახელის მოხსენების მიზეზზე და ეს პასუხი ნათლადაა მითითებული თვით პილატეს იმ სიტყვებში რომელთაც მან იოანეს სახარების თანახმად მომართა მის წინაშე მდგარი ქრისტეს ქრისტე თუმს და პილატე ეკითხება მე არას მეტყვია ანუ არა უწყია რამე თუ ხელმწიფება იმ აქვს ჯვარცმა ჩენდა და ხელმწიფება იმ აქვს განტევება ჩენდა ეს ნიშნავს რომ მიწიერი ბედი ადამიანისა რომელიც დგას პილატეს წინაშე სიკვდილი და სიცოცხლე ადამიანისა დამოკიდებული იყო პილატეზე და პილატემ როგორც ცნობილია იცოდა რომ ეს ადამიანი უბრალო იყო ამის გამო წერს იოანე მახარებელი პილატეს უნდა განტევება იმისი ესე იგი პილატე ეძებდა შემთხვევას რათა გაეშვა ქრისტე და არ გაუშვა რადგან ეშინოდა ბრბოსი რადგან პილატესათვის უფრო ადვილი იყო ეს ემოვნებინა ბრბოსათვის უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის დასჯით ვიდრე მისი გაშვებით რაც ნიშნავდა მღელვარების აჯანყების რომში დასმენების და სხვა მსგავსი ქმედებების რისკს პილატე თავისუფალი იყო მისი ძალაუფლება ამბობს ქრისტე მას მიცემული აქვს ზეგარდამო და ეს ნიშნავს რომ ხელმწიფება მოცემული აქვს სიმართლისათვის სამართლიანობისათვის მოწყალებისათვის სუსტების დასაცავად პილატემ თავისუფლად აირჩია ბოროტება იყო ერთი მომენტი მხოლოდ ერთი როცა ყველაფერი დამოკიდებული იყო მასზე და მან ეს იცოდა და შეგნებულად მოიქცა სინდისის წინააღმდეგ სიმართლის წინააღმდეგ არა აქ არ იყო ბედისწერა პილატე არ იყო სხვისი ნების გაუაზრებლა და აღსრულებელი სათამაშო ვიღაცის ხელში პილატე იყო თავისუფალი და სწორედ ეს თავისუფლება აქცევს პილატეს ქმედებას ასე გამოუვალს ასე საშინელს და აბსოლუტურად ტრაგიკულს ამიტომ სარწმუნოების სიმბოლოში პილატეს სახელის მოხსენება არის შეხსენება ყოველთვის ყოველ დღეს ათასლეულების მანძილზე ჩვენთვის თითოეული ჩვენგანისათვის იმის შესახებ რომ ჩვენ ვართ თავისუფალნი ეს წუთი როცა პილატეს შეეძლო გაეშვა ქრისტე ან გაეთავისუფლებინა იგი ეს წუთი გრძელდება მარადიულად გრძელდება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არ არის დღე როცა არ დგავართ არჩევნის წინაშე და ყოველ ჩვენგანს არ გვაქვს ზეგარდამო მოცემული ძალაუფლება ვიცოდეთ სიმართლე იმ სინდისის ხმის წყალობით რომელიც არასოდეს გვატყუებს დავირჩიოთ ეს სიმართლე ან უარყოთ იგი და ეს თავისუფლება არჩევნის ეს შესაძლებლობა ჩვენს რწმენას ქმნის ჩვენსავე მსაჯულად ყოველ ადამიანში შეგვიძლია დავინახოთ ქრისტეს სახე და ან გავაკეთოთ სიკეთე და ან კიდევ გავცეთ ქრისტე შიშის
სისუსტისა და სულმოკლეობის გამო. როგორც მაშინ იმ პარასკევს პასექის წინ მე-6 ჟამს გააკეთა პილატემ. მხოლოდ ამ დამოკიდებულებით თავისუფლებისადმი, რომლის წართმევაც არავის ძალოც, წყდება ჩვენი ხსნა. ან კიდევ ჩვენი საკუთარი სულიერი წარწმენდა. ქრისტემ ჩვენ გვიხსნა, მაგრამ მისგან მოძღვნილი ხსნის ჩვენს ხსნად გადაქცევა ძალგვიც მხოლოდ ჩვენ თვითონ. რომ თუ ხედავთ პილატეს წინაშე მდგომ ყველასაგან მიტოვებულ, ყველასაგან გაცემულ, ყველასაგან მიტოვებულ ძეს კაცისას და გამოვიდა იესო გარე და ედგა ეკლესია გვირგვინი და ძოწეული სამოსელი და თქვა მათ პილატე, აჰა კაცი იქი. არ იცოდა პილატემ რომ ეს სიტყვები ჩვენი ერთადერთი მსჯავრია, რადგან ყოველი ჩვენგანი თავისუფალია, მიიღოს ქრისტე ან უარყოს და გასცეს იგი. ამგვარად ერთი კაცის სახელის ხსენებით სარწმუნოების სიმბოლო უკუნისამდე გვიცხადებს ადამიანური თავისუფლების მთელ უსაზღვრო სიღრმეს. ჩვენ წინაშე დგას თვით ღმერთი, არა ძლევამოსილებას და დიდებაში, რადგან მაშინ ჩვენ დამორჩილდებოდით მას და გავხდებოდით მისი მშიშარა მონები. არა, დგას ღმერთი ეკლესიის გვირგვინითა და ძოწეულით შემოსილი და მხოლოდ მის მიმართ ვართ თავისუფალნი, ისევე როგორც თავისუფალი იყო პილატე და ამ თავისუფლებაში წვეთ თითოეული ჩვენგანი ჩვენს მარადიულ ბედს. მადლობთ. აგიარო საზოგადოებას ცოტა წასაკითხი დავუტოვე. ძალიან ძნელია ასეთი ემოციების მერე აკადემიურ სტილში გავაგრძელოთ. საჭიროა ალბათ რომ უკვე დამთავრებისკენ წავიდეთ. თუ კი ალექსანდრე შმემანის წიგნებს ნამდვილად არ ესაჭიროება რეკლამა, მაგრამ ქართულ თარგმანებს ნამდვილად ესაჭიროება და ვფიქრობ, რომ ოთარმა ეს შესანიშნავად გააკეთა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მას. მამა ალექსანდრე 93 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე ლიტურგიის დასასრულს მან ჯიბიდან ამოიღო 4-ხად გაკეცილი ფურცელი და წაიკითხა თავისი უკანასკნელი ქადაგება, უпростоრად უკანასკნელი აღვლენილი ლოცვა ღვთისადმი. მე მინდა ეს ქადაგება წაგიკითხოთ. ყოველი ვისაც აქვს მადლიერების უნარი, ღირსია ხსნისა და მარადიული სიხარულისა. გმადლობ ჩვენ უფალო, რომ ინებე მიიღება ამ მსახურებისა, ევქარისტიისა, რომელიც შეიწურის წმინდა სამებისადმი. მამისა, ცისა და სული წმინდისადმი და რომელიც ჩვენს გულებს აღავსებს სიხარულით, მშვიდობითა და სიმართლით სული წმინდაში. გმადლობ ჩვენ უფალო, რომ განგვიცხადე თავი შენი და მოგვეცი შენი სასუფებლის გემოსხილის შესაძლებლობა. გმადლობ ჩვენ უფალო, რომ გაგვეერთიანე შენსა და შენი წმინდა ეკლესიის მსახურებაში. გმადლობ ჩვენ უფალო, რომ დაგვეხმარე ყველა სიძნელის, დაძაბულობის, ნებისა და ცდუნების დაძლევაში და აღადგინე ჩვენ შორის მშვიდობა, ურთიერთსიყვარული და სიხარული სული წმინდასთან ზიარებაში. გმადლობ ჩვენ უფალო, ჩვენთვის მოვლენილი ტანჯვისათვის, რადგან ის წვენს თვითნებობისაგან და გვახსენებს ერთის საიარს, სახმარსა და შენს მარადილ სასუფეველს. გმადლობ ჩვენ უფალო, რომ მოგვეცი ეს ქვეყანა, სადაც შეგვიძლია თავისუფლად გვსახურებდეთ შენ. გმადლობ ჩვენ უფალო ამ სკოლისათვის, სადაც აღევლინება სახელი ღვთისა. გმადლობ ჩვენ უფალო ჩვენი ოჯახებისათვის, ქმრებისა და ცოლებისათვის, განსაკუთრებით ბავშვებისათვის, რომლებიც გვასწავლიან როგორ ვადიდოთ შენი წმინდა სახელის სიხარულში, მოძრაობასა და წმინდა ფუსფუსში. გმადლობ ჩვენ უფალო ყველასათვის და ყველაფრისათვის, დიდხარ შენ უფალო და საკვირველარიან საქმენი შენი და არ არსებობს შენი საკვირველების ღირსი მადიდებელი სიტყვები. უფალო, კარგია ჩვენი აქ ყოფნა. ამ ქადაგების ბოლო ფრაზაში მამა ალექსანდრემ თაბორის მთაზე ფერისცვალების ნათლის სიხარულით აღსილი პეტრე მოციქულის სიტყვები გაიმეორა, რათა კვლავ და კვლავ მადლობა შეეწირა უფლისათვის, რადგან როგორც თვითონვე გვასწავლის, სწორედ ღვთისმყოფობის გამო სიხარულსა და ღვთისადმი მადლიერებაშია ჭეშმარიტი ადამიანური მოწოდება. დიდი მადლობა.